მოგესალმებით, დღეს კინოკადრს მიღმას მაყურებლისთვის განსაკუთრებული თემა შევარჩია, იმიტომ რომ ფილმი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ეხება ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეს სამეგრელოს, მის ტრადიციებს, ჩვეულებებს, მეგრულ ხასიათს და სიყვარულს მეგრულად. ფილმი, რომელმაც უცხოელი ტურისტები საქართველოში უკვე აღაფრთოვანა, ქართველებს კი ჩვენი ქვეყნის ღირებულებები კიდევ ერთხელ შეგვახსენა. დღეს მეგრული დეიოფების კულისებში უნდა შევიხედოთ და გავიგოთ, როგორ იქმნება ეს მეგრული იუმორი სავსე ქართული რომანტიკული კომედია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ბიჭისა და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგონას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ამბებს კი ამ ფილმის სულის ჩამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი და თქვენთვის კარგად ცნობილი მსახიობი ლაშა კანკავა მოგვიყვება. ახლა მე აეროპორტში ქუთაისში ისეთი გზით წაგიყვან, თელ სამეგრელოს დაგათვალიერებინებ. მადლობა, მაგრამ არ მინდა დავაგვიანო. ბუჩო გაშკიდუ აფრო კი არა და როგორ გეკადრებათ გალბატონო. გამორძგუა. მომზადებული. მოხილ თქვენი სტუმაროა, სწორია ხო? გირობუა მერცად ხორონთ. გუში მიმეცადე საგანგებოდ რაღაც ამ გადაცემისთვის და თქვენთვის და მეგრელი მაყურებლის. ჩემ პატივისცემა გამიხარდა და ცოტა დავიბენიკეს. დიდი მადლობა რომ ასე მოემზადეთ და დიდი მადლობა ამ თქვენი ინტერესისთვის და რომ მომიწვიეთ გადაცემაში. ეს ჩვენი პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა შეუძლებელია რომ არ ვქონოდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ეხება ამ ფილმის შინაარსი და თქვენ ხართ სულის ჩამდგმელი, ასე ვთქვათ, ამ ფილმის და ვინ გადაიღებდა სამეგრელოზე ფილმს, არა მეგრელი ხო? ასე ვთქვათ, თიანდა ასახავს მეგრელების ტრადიციებს, ხასიათს, თუმცა ეხლა თქვენ ყველაზე უკეთ გეცოდინებათ, რადგან აიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რომ რა არის დაუშვათ მეგრელებისთვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც ხასიათი და თავისებურება, რაც უნდა ნახოს ფილმმა მსოფლიო. პირველ რიგში ამოსავალი წერტილი რაც იყო, რეჟისორობას ხა დიდხანს ვფიქრობ და როცა ეს მომენტი მოვიდა, რომ რაღაცა რა უნდა გადამიღო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა და რაც ყველაზე მეტად ახლოს იყო გულთან. თავიდან ჰაკეცბაზე იყო საუბარი, რაღაცნაირად მინდოდა ეს თემა ეკრანზე გაგვიცოცხლებინა, მაგრამ ისტორიული თემა არის, აი სირთულეები, მოგეხსენებათ ეს ფინანსური გამოწვევები, რაღაცები ყველაფერი და ბოლოს მივხვდი რომ აი რაღაცა ლაღი რომანტიკული კომედია, რომელსაც ექნებოდა ის შემეცნების ძალიან დიდი ელემენტები. ამიტომ გადაწყდა მეგრული დეიოფები. დიახ, მეგრული დეიოფები და ეს სათაური არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ხოლმე ფილმისთვის, ხო? ასე ვთქვათ, თან ყიდის და თან სწორად უნდა წარმოაჩინოს შინაარსი ფილმის, ხო ასე და თან სლენგიც ურევი ამ სათაურს. აი შერჩევის ზუსტად ეს არის ძალიან ბევრი ის იყო, რომ კითხვა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ რატო დეიოფები? ჯერ ერთი დეიოფის ქართული შესატყვისი სიტყვა, ზუსტად შესატყვისი სიტყვა არ არის. ეს არ არის არც ჩვეულებება, არც უქმეები, არც არდადეგები, არ არის ეს. ზუსტი შესატყვისი სიტყვა არ არსებობს. მერე სიუჟეტის თვითონ ფილმშიც, ტექსტში რამდენჯერმე არის. და საერთაშორისო დონეზე უფრო გასაგებიც იქნება. კი, და ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ხო არ ვიღებთ ჩვენთვის, ახლა გადავიღეთ და ანუ ჩვენი სადაც ხო ვიცით და ჩამოვდეთ მე თაროზე. არა, ამისთვის არ კეთდება, ეს კეთდება იმისთვის, რომ გავაცნოთ რაც შეიძლება ფართო მაყურებელს. თელმა მსოფლიომ იცის მედიას შესახებ, აიეტის შესახებ, კოლხეთის შესახებ, ოქროსაწმისის შესახებ, იციან როგორ ეს ამბავი სად მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ წარმოუდგენა არ აქვს, რომ ჩვენ ქართველები ვართ ამ ხალხის ისტორიული შთამომავლები. ანუ სოფლიოს ენახა რომ ნამდვილად ვარსებობთ კი, ქართველები. რა თქმა უნდა და რომ არ დავაბნიოთ სიტყვაზე აი ეს უცხოელი მაყურებელი, აი ვინ მეგრელები, აი რა ხდება, რაზეა საუბარი, ზუსტად ეს პატარა თავისი რუკებით, ანუ იმ ჩვენ წელთაღრიცხვამდე აი ჰეროდოტეს ერთ-ერთი პირველი რუკა, სადაც აი კოლხეთი ამინიშნებული, პონტოს ზღვა და რაღაცები, ამ რუკებთან ერთად არის პატარა ანოტაცია ოქროს აწმისიდან დღემდე, რაც მნიშვნელოვანი თემებია, მიყვება ეს ისტორიული მომენტები ფილმს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში გადაწყვეტილი ამ ფილმის გადაღების იდეა.
იდეა და თქვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ ფიქრობდით. დაახლოებით 5 წლის წინ დაიწერა ეს სცენარი, ხო, ამ ფილმისთვის და მე მაინტერესებს პირველად რა მომენტში გაჩნდა ეს აზრი, რომ აი მოდი ფილმს გადავიღებ. იცით როგორ სულ მინდოდა რეჟისორობა. ეს სტუდენტობიდან მქონდა სამსახიობოზე ვსწავლობდი, ძალიან კაი პედაგოგი ყავდა, ძალიან ისე დაემთხვა რომ ჩემი პედაგოგებიც რეჟისორებიც იყვნენ და მსახიობებიც. ვადევნებდი თვალს შემოქმედების ცხოვრების ამ ორ მხარეს. მოდი დაახლოებით 2019-ში დავიწყე სცენარის წერა. წეგან აღნიშნე რომ აუცილებლად აი ზუსტად პირველი ისეთი თემა უნდა ყოფილიყო, რაც ძალიან გიყვარს, რაც იცი, თუმცა ფილმზე მუშაობის მერე მივხვდი რომ ბევრი რამე არ მცოდნე, მაგრამ ფილმში ძალიან ბევრი ისეთი დეტალი იქნება, რაც მართლა ბევრმა ქართველმა არ იცის და ასევე უცხოელს, რა თქმა უნდა. ამისთვის პირველ რიგში ამისთვის კეთდება. გადაღება დავიწყეთ 2 წლის წინ და ფინანსური გამოწვევების გამო ეს ეტაპ ვიღებთ ამ ფილმს და ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა ეს გადაღება, რომ გვინდა ხარისხიანი პროდუქტი გამოვიდეს, რომ აი გათვლილი იყოს მსოფლიო ბაზარზე საჩვენებლად, რომ აი სტანდარტი იყოს ისეთი, რომ აი დაინტერესების შემთხვევაში რამე ხარვეზი არ ქონდეს ტექნიკური ფილმს. როგორც აღნიშნეთ და დასაწყისიდან ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს იქნება სავიზიტო ბარათი მსოფლიოში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ადგილები შეარჩიოთ სწორად, ხო? იმიტომ რომ მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოიქცევა ზუსტად ის სწორად შერჩეული ადგილები, რაც უნდა ნახონ. და ამ შემთხვევაში მაინტერესებს, აი დავუშვათ, როდესაც არჩევდით აი ამ ლოკაციებს, ეს იყო თქვენი ბავშვობის მოგონებებთან დაკავშირებული თუ რაღაცა ისეთი სანახაობრივი შესანიშნაობები თუნდაც ისეთი რომელიც არ ვიცით, რაც დავუშვათ საინტერესო იქნებოდა ქართველებმაც რომ იხილონ და უცხოელებმაც. კი, აქ არის ორი მომენტი. იმისთვის რომ უფრო ფართო სეგმენტზე იყოს გათვლილი და დრამატურგიულადაც ისე გვაქვს აწყობილი ყველაფერი, რომ ამ ფილმში სხვადასხვა ხაზი იყოს ისეთი, რომ ვიღაცა ბავშვს რაღაცა თავისი წერტილი ნახოს, რაც ყველა ასაკს მოერგოს. ხო, საშუალო ასაკს, უფროს ასაკს. ერთ-ერთი არის ასეთი ის, რაც ახსენეთ, რა თქმა უნდა, გადაღებები მიმდინარეობს სამეგრელოს 8-ვე რაიონში და ყველაზე ცნობილ ისტორიულ და ტურისტულ ლოკაციებზე და ასევე არანაკლებად ისტორიულად მნიშვნელოვან, მაგრამ ჯერჯერობით უცნობ ადგილებზეც, იმიტომ რომ ასეთი ძალიან ბევრია და დიდი პოტენციალი აი ჩვენ მაგალითად თიზერი რო გადავიღეთ თავიდან და ანუ ეს ვანახეთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს ვიღაცებს ანუ დიდი მოწონება დაიმსახურა. დიდი ხო აი ინტერესი იყო რომ აი ეს ადგილები სად არის, სად შეიძლება ამის ნახვა და გაუგნებულები იყვნენ რომ ანუ მე ვუთხარი რომ თუ თქვენ გაინტერესებთ მე ერთ დღეში შემიძლია ეს ყველაფერი განახოთ და ეს თვითონ ეს ხიბლი იყო ძალიან დიდი მათთვის და ფილმში ძალიან ბევრი ასეთი ლოკაცია იქნება. მე 80-იანი ვარ და ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი ზაფხულის ვატარებდი ხოლმე სოხუმში. სადღაც 90 წლამდე ალბათ, როგორც მახსოვს. აი მთელი ზაფხული, ესე წითელი კავშირით წავიდოდით, ან მთელი ზაფხული იქ ვიყავდი. მაგრამ მარტვილიდან ვარ წარმოშობილი, ჩემი მშობლები იქიდან არიან და მე ამ ომის არეულობის მერე უკვე დიდ ნაწილს უკვე მარტვილში ვატარებდით და შესაბამისად კარგად მახსოვს, ანუ აი რაღაცა გამომყვა ეს სიყვარული, რაც მე ვფიქრობ, აი სულ მაქვს ხოლმე ის მომენტი, აი რიკოც რო გავწდები. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში დავიბადე, აქ გავიზარდე და ანუ აქ მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული, ანუ რაღაცა რო გავწდები ხოლმე, აი სულ ვამბობ, რომ რაღაცა ბედნიერების შეგრძნება მეუფლება, რომელსაც ვერ ვხსნი, რატო? აი ეს ალბათ ის ბავშვობის მომენტია, აი ეს მომენტი არის და ეს მომენტია, რაც აი ფილმს აი ესე ბოლომდე ვეკაჩები, რომ აი ესეთი ხარისხიანი, კარგი ესეთი პროდუქტი გამოვიდეს. ანაკლის გარდა ხარ სადმე სამეგრელოში გამყოფი? არა. არა? სცენას რო წერდი, მაშინ ვიცოდი რა ლოკაციას ვარგებდი კონკრეტულ სცენას, მაგრამ ამ ფილმზე მუშაობის მერე, ანუ სულ სხვა სამეგრელო გაიხსნა ჩემ თვალწინ. კამერა მიდის.
რამდენჯერმე სამეგრელოში ვიყავით, მაგალითად, ვახშამში ფული არ გადაგიხდია. ანუ სულ იყო, რომ ანუ აი ჩვენ დღეს ჩვენთან წამოდით, თუ შეიძლება ჩვენთან აი ეს მომენტი არის. მეგრელებს არ ეშლებათ ეს სტუმარ მასპინძლობა, ეს ვიცით. მაგრამ აი ეს გადაღებების პროცესს როგორ უყურებდნენ ხოლმე ზოგადად, აი თუ უნდათ დავუშვათ გადაღებაზე დასწრება, შორიდან თუ გაკვირდებოდნენ, აი როგორი იყო მათი რეაქციები, რომ გაიგეს რომ ფილმს იღებდით დავუშვათ სამეგრელოზე და თვითონ აი ამ პროცესში როგორ ერთვებოდნენ. კი, აი ერთი ძალიან სასაცილო მომენტი იყო. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, რა თქმა უნდა, ინტერესი ძალიან დიდია და ანუ ყველას უნდა გადაღებდეს. ზოგადად მასოვკაში ხო? კი, აი ერთი მომენტი იყო, როცა ლოკაციას ვაწყობდით მთავარი გმირების ბავშვობას ვიღებდით 90-იან წლებს და უბრალოდ ჯგუფს დაუძახე, რომ ანუ ლამპა მომიტანეთ მეთქი და ამ ჯგუფისთვის დაუძახე და ერთი რაღაცა 7-8 ლამპა შემოვარ და უცბად ან მეზო ყველას გაუგია მეზობლებს ირგვლივ და ყველამ თავისი ლამპა მოიტანა ეს ძალიან მაგარი მომენტია. კი, აქტიურად არიან და სასიამოვნო და კარგია. ან რო იგებენ, რომ ახლა საბურავი დამეშვა მანქანაზე და გაჩერდნენ და ყველა მიცოდა, რომ იმ ფილმს რო იღებ, ანუ უკვე ნათამაშები როლების აღარ ან ამითი არა, იმ ფილმს რო იღებ ის ხარ ხო რაღაცა და უცბად ყველა მომეხმარა იქ რაღაცა დაგვიკეთებინა იქიდან. კი, ეს მომენტი არის ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. აი, როგორც მეგრელს ისე მინდა გკითხოს, რომ აი პირველი ნიშან-თვისება, რაც აი მეგრელობას განსაზღვრავს, რა არის მეგრელების? რა გახსენდებათ დავუშვათ პირველად? პირველი ყველაზე მთავარი არის გადამეტებული სტუმართმოყვარეობა, აი ეს არის ყველას აი სისხლში აქვს, ეს არის ძალიან ისეთი მომენტი. რაც ყველაზე ისეთი ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და ამას ეს ხაზგასმით გვაქვს სიუჟეტში აღნიშნული და ეს რითაც მე ეს თავი გოგო ამაზე საუბრობს. მე რომ ნუ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ უცხოებთან ასე შინაურულად ვიგრძნობდით თავს, იმიტომ რომ იმდენად კომფორტში ამყოფებენ ამ გოგოს, რომ ანუ უხერხულადაც კი გრძნობს თავს. მე ელარჯი მახსენდება პირველი მეგრელები. ეს სამზარო სხვათა შორის კი, აი ელარჯი და ოჯალეში, ანუ იქნება ის რაც ეხლა თანდათან კი იღებს ეს და ძალიან მომწონს, რომ აი მივიდიო, ახლა არიან მეღვინეები, აკეთებენ პატარა მარნებს, ნახულობ სასტუმროებს აშენებენ, რაღაცა რომ აი ეს რაღაცა მეტი ტურისტი მიიზიდონ, ანუ მეტი ცნობიერება გაზარდონ ამ სამეგრელოზე და თვითონ ეს ფილმში ელარჯი და ოჯალეში იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რისი პოპულარიზაციაც გვინდა, რომ აი ეს ვიზუალური და თვითონ მე ანუ ისტორიულიც რომ საიდან წამოვიდა ელარჯი ოჯალეში როგორ რას ნიშნავს მაჩემის ბებია ისეთ ელარჯს აკეთებდა აი ნიკოვსკიდან და რუანდამდე იწელებოდა დური ყველაზე ის გავრცელებული მითი მეგრელებზე აი მაგალითად ის რომ ყველა მეგრელი აფერისტია ეს ალბათ ჩემამდეც გაგიგიათ ხო ჟარგონზე ვიტყვი შემოგდებული თემა არის ეს სხვათა შორის საიდან გაჩნდა აი ზუსტად ეხლა აი ძალიან მაგარია ეს საინტერესო კითხვა დამუშავეთ. მე გითხარით რომ მეგრელთა საქმეზე მუშაობდი მეთქი რაღაც ეტაპზე. ეს არის მეგრელთა საქმის დროს შემოგდებული თემა. მეგრელი აფერისტი, იმიტომ რომ მე ხრუშოვის პროპაგანდა იყო რომ ბერია უნდა გაეშავებინათ სანამ ეს რა ქვია სტალინი იყო ცოცხალი და ანუ აი ეს თემა მოდის იქიდან. მეგრელი აფერისტი მოდის იქიდან. ფილმშიც ვამბობთ ამას. ერთ-ერთი ესეთი სცენა არის რომ ეს ამ გოგოს თავი გმირი ეუბნება რომ ტყუილს და ზურგს უკან ლაპარაკს ვერ ვიტან ბავშვობიდანო და ეს გოგო მე ცოტა სხვანაირად მსმენია მეგრელი. მე არ ვამბობ იქ. ეს არ ვამბობ ამ სიტყვას და მე ცოტა სხვანაირად მსმენია მეგრელებზე ეს გოგო ეუბნება და ძალიან ცუდად გსმენია მე. იმიტომ რომ ეს თემა რეალურად არის შემოგდებული შენ გადაგიგებ მაგას რა 3-4 დღეს და
ანუ ნახე, შეკლოუსავს როგორ უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ახლა უკვე გადაიყეთ რაღაც ნაწილი ამ ფილმის. აი ზუსტად 30 გადასაღები დღეა და 10 დღეა გადაღებული. 10 დღე გადაღებული. ჯგუფი არის უდიდესი ჯგუფი, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. არიცით რა სამუშაოს წევენ და ის ადამიანები, ვინც ფინანსურად გვეხმარებიან და ვისი წყალობაც არის, რომ პროექტი არ ჩერდება და ანუ მიდის ნელ-ნელა წინ. აი უღრმესი მადლობა მინდა თითო ადამიანს გადაუხადო. სწორად არის შერჩეული ეს მსახიობები და ესეც არის რეჟისორის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძლიერი მხარე, ხო? ალბათ ბევრი რამ იყო გასათვალისწინებელი, თუნდაც ის განწყობა, მის მეგრული განწყობა არ დაკარგულიყო ფილმში, ხო? რაც უნდა გასწევდეს. როგორი იყო შერჩევის პროცესი? დიდხანს ფიქრობდით დაუშვათ, ვინ რა როლს შეასრულებდა თუ აი რაღაცა თავიდანვე წარმოგედგინათ, რომ ამაზე ეს კარგი იქნება. იყვნენ ვიღაცები ისეც თავიდანვე სცენარს რო წერდი, ზუსტად ვიცოდი რომ ისინი იყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა მე ვიღაცა იყო შერჩევის პროცესი. ძალიან კარგი მსახიობები ყავდა, მაკა შალიკაშვილი, რეზო კოღოშვილი, დათო ბეკოშვილი. და რა თქმა უნდა, ჯანო იზორია, რომელმაც ესეთი მეგრული განწყობა თავიდანვე შემოიტანა ამ ფილმში. ეს როლი თავიდანვე ჯანოსთვის დაიწერა. გავწმუნდით, რომ ეს მისთვის იყო და ეხლა ეს ტიზერში რა სცენაც არის და სხვა სცენებიც, ან ეს თავიდან არის ყველაფერი, რა თქმა უნდა, გადასაღები ის ტიზერისთვის იყო უბრალოდ და რაღაცა ეტაპ მივდივართ იქამდე. კინობურა. თქვენ მეგრელი ბრძანდებით? არა. გაუჭირს მე. ისტორიები რაც არის ფილმში მოცემული, შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილიდან არის დაუშვათ აღებული. ნამდვილად ხდებოდა ესე. თუნდაც აი ეს პერსონაჟები, ვინც არიან შექმნილი. თქვენ ცხოვრების განმავლობაში ხდებოდნენ ასეთი ადამიანები, ანუ რეალურია ეს ყველაფერი? თვითონ ამბავი არ არის ნამდვილი, ან თავარი ამბავი რაც არის, მაგრამ ის პატარ-პატარა ისტორიები რაც ხდება ფილმში, ყველაფერი ნამდვილი ამბავია. ჩემი ბავშვობიდან დღემდე რაც აი გაგონილი მაქვს, რაც დალექილი იყო გონებაში წამოვიდა. ბევრი თემა არის მოკლედ ფილმში, დარგი სპეციალისტებთან ძალიან ბევრს მუშაობთ ამ სცენარზე, რომ რაღაცა ისეთი არ გაიპაროს. ფილმის ნახვისას ძალიან ბევრი ფილმი გაგახსენდება. აი ჩემი ფავორიტი ფილმები, მაგალითად, რაზე ძალიან მიყვარდა და აი დღესაც კი როგორც პირველად ისევ ნახულობ. თვითონ ეს ფილმებიც იქნება ფილმში. მართლა? კი, ჩვენი პატივისცემის მიმართ. როგორ მომწიც, ბევრი ისეთი ისტორია, რაც მართლა რეალურად არის მომხდარი. ბევრი მძიმე, რა თქმა უნდა, ისტორია. ამას ვერ გავიქცევით და ბევრი ისეთი კარგი სახალისო საინტერესო. არ ვიცი მე ბოლოს ან ხო ხვდებით, აი იღები ფილმი ისეთი მომენტია, მონტაჟზე კეთდება კინო. მე შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა არ დარჩეს, მაგრამ სიუჟეტი ან შემეცნებით ის არის, არ გვაქვს აფხაზეთის თემა, ესენი წარმოშობით აფხაზეთიდან არიან, სადაც ამ ბიჭს მამა ომში დაიღუპება, დედა ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლის დროს გაიყინება და მე ეს მამი და ზრდის ამ ბავშვს, რომელიც დაახლოებით არის 45 წლის უცოლო და ეს დარდობს მამი და უკვე ეს იმაშია გადასული, რომ აი ნუ თვითონ არ გათხოვდა, ანუ არ ყავთ გამგრძელებები, დამომავლები და ძალიან ნერვიულობს ამ ბიჭზე, რომ აი უკვე 45 წლის ხდება და ანუ არ ყავს ცოლი. ამიტომ აი უკვე ეძებს ყველას მოყავს ვიღაცეები, აქ არის ძალიან კარგი მაკა შალიკაშვილი და რეზო კოღოშვილი არიან მაჭანკლები, რომლის საშუალებითაც ან რომელსაც მოყავთ სხვადასხვა ვარიანტებს ურიგებენ არის ერთი ამბავი, მაგრამ ნუ მთავარ გმირს არ მოწონს არავინ და აღმოჩნდება ისე, რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგო, რომელიც ანაკლიაში ისვენებს, ბრუნდება ქუთაისის აეროპორტში და სამეგრელოში მოგეხსენება სულ საქონელი არის, გზაზე სულ დგას და პირადად მქონდა რამდენჯერმე ძალიან ისეთი შემთხვევა, რომელიც ქვის წყალობით კარგად დასრულდა და ხდება ავარიაში, სადაც გადაარჩენს ეს მამი და ამ გოგოს და მოყავს სახლში. და იტყვება რომ ანუ საოჯახო სასტუმროა გვითომ სახელდახელოდ უცბად აწყობს ყველაფერს ისე რომ დაიჯეროს ამ გოგომ რომ ეს არის საოჯახო სასტუმრო და თუმცა ბოლოს მე ეუბნება რომ აპატიო ხო მოგატყვევი მაგრამ თავიდან ასე იწყება ეს ისტორია მოყავს სახლში და ამბობს რომ ნუ არაჩვეულებრივი გოგოა და ყველაფერს აკეთებს რომ ეს ბიჭი და გოგო დარჩნენ ერთად და რჩებიან საბოლოოდ ერთად თუ ეს არ გავამხილოთ გაგრძელება იქნება აი ძალიან არ მიყვარს პირადად აი ბანალური ფინალები და აი ძალიან ბანალური იქნებოდა ჩემი აზრით რომ ესენი ერთად და ქორწილა და გამრავლდნენ და ამ მთელი დუნია მე ესენი დარჩნენ
ამიტომ ძალიან საინტერესო ფინალია. ხო. საინტერესო ფინალი ელოდება მაყურებელს. ველოდებით ფინალსაც, პრემიერასაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და წარმატებებს გისურვებთ თქვენს თავს გადამღებ ჯგუფს და ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი წარმატებული პროდუქტი შეიმატება ჩვენს ქართულ კინოს, ხო? და პრემიერასაც მალე ვიხილავთ? უკვე კი. ვიმედოვნებთ რომ უკვე ძალიან მალე დღის სინათლეს იხილავს. ხო, სად იქნება პრემიერა ეს გითხარით? რა თქმა უნდა სამეგრელოში, ფილმის ერთ-ერთ მთავარ ლოკაციაზე, ფილმის პრემიერის შემდეგ უკვე ეს სახალხო ქართული კინო დაერქმევა და ანუ ეს უკვე სახალხო თემა იქნება ეს. ძალიან კარგი ველოდებით პრემიერას მოკლედ და ეკრანებზე ამ ფილმის ხილვას. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის.